მოგესალმებით ყველას, დაგვიგვანდა ისევ მაფია 2, თორემ ამჯერად ვთამაშობ ისევ ჯოუს თავგადასავალს. დიდი ვარაუდით ეს იქნება ბოლო ეპიზოდი, რასაც გადავიღებ ჯოუს თავგადასავალზე. ნუ გააჩნია ახლა თქვენ როგორ გინდათ რომ გავაკეთო, ანუ გავაგრძელო ეს თავგადასავალი თუ აღარ გავაგრძელო. მაგრამ თუ დაიწერება კომენტარები რომ გააგრძელო, მაშინ ვეცდები რომ კიდე გადავიღო ამ თამაშზე ვიდეოები, ანუ ამ ჯოუს თავგადასავალზე, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, დიდად მე არ მაქვს სურვილი, იმიტომ რომ ნუ კომენტარებში წამოვიდა კიდე რამდენიმე სიტყვა იმასთან დაკავშირებით, რომ კიდე კაი. პროსტა რო იცოდე თქვენ რამდენჯერ ვცადე ეს, რომ მომეკლა. რო გავსულიყავი ამ მისიას და საბოლოოდ გავარტყი ძლივს მაგას. მაგრამ ეხა ესენი არიან პრობლემა აქ და ამათ რო გავარტყა, ეგ არის всё. აუ ეს პოლიცია მოდის კიდე. ხო მართლა რაღაცების თქვა მინდა და არ მომკლა რა. არ მომკლა. თქვენი ჭუბეთ მანდ ჩაჯექშინით. წაწ. ნუ კარები ღია არის, მაგრამ ეგ უკვე არ მაინტერესებს, იმედია რომ პოლიციას გავექცევი ახლა როგორმე და კიდე რაღაცებს გეტყვით, ანუ შემოთავაზება რაც მაქვს და პლუს კიდე რა კომენტარებიც წამოვიდა. ესე იგი, კომენტარებში იყო ეგეთი ნუ განმარტებები იყო რა, იმასთან დაკავშირებით თუ ისტორია როგორ ვითარდება აქ და რა ხდება საერთოდ, ანუ ჯო როდის იყო ციხეში და ასე შემდეგ. ხო და მაგისთვის მადლობა, პლუს კიდე იყო რჩევები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა ავირიდო ჩვენ თავიდან პოლიცია და ნუ მითხრეს თუ აი როგორ გაართვიო თავი თამაშო და სიმართლე რო გითხრათ არ ვიცი, პროსტა პოლიციას გავურბოდი და მაგის დახმარებით როგორღაც არ ვიცი დავხურე თამაში. რაც შეეხება ახლა კიდე ნომერს, თუ არის ნომერი შეცვალეო და ზმანები შეცვალეო და შემდეგ, ანუ მაგას გავაკეთებ და ეგ პირველი ვიდეო რო გადავიყი ამ თამაშზე, თუ მეორე ვიდეო იყო, მე მგონი მაშინაც იყო ნაჩვენები, რომ ნომერს თუ შევცვლი, მაშინ პოლიცია მე ვეღარ მცნობს, მაგრამ რაც შეეხება აი თუნდაც იმ მომენტს, ოდესაც ლიმუზინი მყავდა მე, თეთრი ლიმუზინი რო წამოვიყვანა წინაზე. მაშინ ხო ნომერი სხვა იყო, მაგრამ პოლიცია მაინც მცნობდა. შეიძლება იმიტომ რომ ანუ დამინახეს რა მანქანას როცა ვიყარავდი, მაგრამ მაინც რა ვიცი. შეიძლება მძღოლი რო ვარ, ანუ მიყურებენ რა ფანჯარაში და ეგრე მცნობენ, არ ვიცი მართლა, მაგრამ ეგ საინტერესო თეორიასავით არის ესე რომ თქვა. რაც შეეხება შემოთავაზებას. ესე იგი, ზემოთ უნდა ვსულიყავი? თუ საით უნდა წავიდე? აგერო. პირდაპირ. და მგონი ეს არის კაკრას ისედაც სადაც უნდა ვიყო. პოლიცია მოდის, მაგრამ სანამ ეგენი მოვლიან აქ. აუ, ეხა არ თქვა რომ მისია ჩამეშლება. არ დამედაკო? აუ, მომშორდი რა, ადამიანო, გამანები თავი. კაი, ჩავშოთ ეხა ეს აქ როგორმე, მეგონი გარაჟში უნდა შევიყვანო. დავაპარკინგოთ და ეგ არის და ეგ. всё, ეს მისიაც გავედით და ამასთან დაკავშირებით ეხა რაც მინდა აღვნიშნო. ესე იგი, რას ფიქრობთ იმაზე? ახალი ბინა გავხსენი, მოიცა? ეს რა არის? ეს არის მთავარი მისია. გონი. კაი, ჩვენი დარეწილი კორვეტი ავიყვანოთ და წავიდეთ ახლა მთავარ მისიაზე. ხო და ბევრჯერ შემოწყვეტი ეს ახლა, მაგრამ ბოლოჯერაც ბარემ აღვნიშნავ, რას ფიქრობთ, ანუ თქვენ გინდათ რომ გავაგრძელო ეს თამაში და კიდე ბარემ დავხურო როგორმე თუ წავშალო და გადავიდე პირდაპირ მაფია 3-ზე. გზა დამითო, მადლობა. გადავიდე პირდაპირ მაფია 3-ზე უფრო სერიოზულ სტილში რა. იმიტომ რომ იქ ახლა ისტორია იქნება რა ნამდვილი და მთავარი პერსონაჟები და რაღაცა ეგეთი მსგავსი და ანუ ეს არ იქნება კონკრეტულად აი პროსტა აქეთ-იქით სიარული და რაღაცა მოდის იმალეს გავამარჯოს უაზრო მისიების შესრულება. ხო და ეგ კომენტარებში დამეწერეთ ეხა დაახლოებით ვარ 25-ან 30%-ით დახურულ, როგორ გიხართ, აი მოდი ეგრე ვთქვათ მარტივად 100% არის ის რომ თამაში დახურო. მე კიდე ვარ რაღაცა 35%-ზე მე მგონია, რაღაცა 30%-ზე. ეხლა რომ ამ მისიას დავამთავრებ, შეიძლება 50-თან წავიდე, მაგრამ ალბათ ნუ 3-4 ვიდეო იქნება დარჩენილი, მანამ სანამ ეს DLC ვიმე დაიხურება. ხო და რას ფიქრობთ, გავაგრძელო თუ დავიწყო მაფია 3? შეიძლება რომ ორივეც გავაკეთო, მაგრამ ტევადობა არა მოხდეს დისკზე და პრობლემა ეგ არის. რაც შეეხება კიდე ხალხს, ანუ არ ველოდი მე რომ ამდენი ხალხი მოვიდოდა მართლა და კიდე ჩემს ვიდეოებს უყურებდნენ. ზოგჯერ რო ვაკვირდები
ამ არხზე, ანუ ეს არხი მთავარი არხი არ არის ჩემი, ეს არის ჩემი მეორე არხი, რომელიც გავაკეთე, იმიტომ რომ პროსტა გავერთო რა და თამაშებზე რაღაცები გადავიღო, როცა მინდა, როგორც მინდა და როგორაც მინდა. და მთავარ არხსაც შეეხება ქვია მძიმე კაცი, მაგის ლინკს დავწერ კომენტარებში და თუ დაგაინტერესებთ ის თუ როგორ ვარჯიშობ ან რა თემებს განვიხილავ, რაც სერიოზული თემები არის უფრო შეგიძლიათ რომ მან გადახვიდეთ და მან ნახოთ ეგ ვიდეოები, რაც შეეხება ჩემს აზრებს რაღაცასთან დაკავშირებით ასე შემდეგ. ეს მანქანა აფეთქ ხდება მალე, ამიტომაც მალე გადმოვიდეთ ახლა და მე იქნება ვნახოთ რაღაცა გასაკეთებელი. ისე გაფუჭდა რომ გავაკეთეთ? ეს არ ვიცოდი. ანუ ესე იგი ხელით რაღაცა იჩალიჩა რა, ეხა ჯოუმ და მანქანა გააკეთა ფაქტიურად. ანუ ის არ ვიცოდი თუ მანქანა ისე ფუჭდებოდა აქ, რომ აღარ დადიოდა მე. ეს ხოდაშორის მე მგონი იმაზე უფრო რეალისტური არის ვიდრე ჯეტია. და ეს თამაში ოდის გამოვიდა რაღაცა ძალიან გვიან. არა, მინდა რა მანქანა რო გავაკეთე ვოჭველი, იმიტომ რომ ყოველი მისიის მერე ამ მანქანას ვიყენებ ხოლმე და ამ მანქანას მიჩენს რა ეს თამაშიც და კაი, ეს არის როგორც ვიცი მთავარი მისია. და აქ უკვე პერსონაჟი რა შვები კაცო? კაი, წოდე გამოვწიოთ აქეთ. აქ უკვე იქნება ნამდვილი პერსონაჟი. აბა ნახოთ. ესე იგი მისიასაც შეეხება ერთი და იგივე მისია არის, ვიღაცა იღებს ჩვენგან რაღაცას, ჩვენ უნდა წავართოთ ეგ, ან კიდე ვიღაცა გვეჯიბრება ბიზნესში და ჩვენ კიდე უნდა This will go a lot smoother if we do it nice and quiet. ესე იგი თუ ჩუმად გავაკეთეთ ამ ყველაფერს, უფრო უკეთესი იქნება ეს ჩვენთვისო. კიდევ კაი რო აი, ვა, გოგოსთან რა შეალიჯობს ეს. აი, ჩუმად როგორ მოვიქცე ახლა? როგორ უნდა მოვკლა ეგ ტიპი ჩუმად? მოდი მაინც იახში იტყვიები ჩავტენოთ და შევა მომეცი ახლა რა გავაკეთე ეგ როგორ მოვკლა? არა მრავლდებოდნენ მე მგონი. როგორ ჩანს რთული გზით ვაკეთებთო. არ მომეცი რჩევა და რა მექნა ახლა აბა. აი მოდი დავემონოთ ახლა ეგ. აუ ეს მეორე ჯოუა კიდე ეს ვიღაცა ჩემიანი როგორ მეხმარება? ჯერ ჩუმად გავაკეთე და ყველაფერიო. მე რჩევას არ მაძლევს და პლუს კიდე არ მეხმარება. თავიდან უნდა გავაკეთო ახლა ეს კიდე, არ აუშეს პრინციპში, ეგეც არა პრობლემა. მაგრამ ხო კიდე მეორე კი არა მე მგონი მესამე ან მეოთხე არის უკვე რაც შეეხებოდა იმას რომ GTA 5 გადაიღო, იმიტომ რომ ბევრი არ დევსო. პირველ რიგში ვერ დაგეთანხმებით იმაზე რომ GTA 5 არ დევს. ძალიან ბევრი ვიდეო დევს GTA 5-ზე. ხოდა მე ციხა რომ დავამოტო კიდე GTA 5-ის გადაღება, არ მგონია რომ დიდად კარგი იყოს. ერთი ამის რა. და პლუს კიდე არ ვიცი რატო, ვიცი რომ ბევრს ძალიან უყვარს GTA, მაგრამ პირადად მე ვერაფერი ვერ ვნახე მაგ თამაში მოსაწონი, ანუ ძალიან მოსაწყენი არის. ვიცი რომ მაფიას გავს და შეიძლება არგუმენტი მოიყვანოთ ისეთი რომ მაფიას თამაშობ და GTA 5 როგორ არ თამაშობ, როგორ არ მოგწონს უეგო. მაგრამ არ ვიცი, ვერ გეტყვით რა არის, აი უბრალოდ არ მომწონს. ალბათ იმიტომ რომ პატარაობიდან მე GTA-ს მივეჩვიე ისე რომ open world თამაში არის, ანუ გახსნილი სამყარო არის. და აკეთებ იმას რაც შენ გინდა და რაც შენ ქსიამოვნებს, ანუ მანქანებს იპარავ, იმას რაღაც აკეთებ, ვიღაცას ცემ და ასე შემდეგ. და მაგ თამაშს ბავშვობიდან კი საერთოდ ჩამოვარდა ეს. ბავშვობიდან კი თამაშობდი, მაგრამ რა შვები ძმა? მაშინ იმიტომ მომწონდა რომ პატარა ვიყავი და არც ისტორიას უყურებდი, არაფერს არ ვაკვირდებოდი საერთოდ, ანუ პროსტა ვიპარავდი მანქანებს, ვძარცვავდი მაღაზიებს და თამაშობდი San Andreas და კიდე Vice City-ს, ანუ ეგრეთ წოდებული ზანგი ჯეტია და თეთრი ჯეტია. მაგრამ 5, 4 და ეხა 6 რო გამოდის, აი არა ვარ საერთოდ ისეთი რა ვიცი, აი მონდომებული იმაზე რომ რომელიმე ვითამაშო, ან კიდე იმას არ ვიძახე 24 საათი რომ აი როდის გამოვა GTA 6. მაგარი ფეხებზე მკიდია, არ ვიცი რატომ, მაგრამ უბრალოდ აი არა მაქვს ინტერესი მაგ თამაშების. და კიდე გეუბნებით ეგ ალბათ იმიტომ რომ პროსტა მივეჩვიე იმ ფაქტს რომ ბავშვობიდან არ ვუყურებდი GTA სერიოზულად არასოდეს და შესაბამისად ეხაც კიდე ვერ აღვიქვამ ისე რომ მაგ თამაში რაღაცა საინტერესო არის. რა თქმა უნდა ეხა შეიძლება ვწდებოდი და რა ძალიან კაი თამაში იყოს მართლა, მაგრამ მე ეგრე ვუყურებ და ვიღაცა მოკლა უკვე ვიღაცა ზემოთ იყო მან და გამიკვირდა. ეს ვის ესრის? მე მგონი 2 დარჩა, მაგრამ
საბოლოოდ რა არის ახლა მისიის მიზანი? ნუ მიზანი ისაა რომ რაღაცეებიო გადააქვთ რა პორტშიო და ხელი უნდა შეუშალოთ ახლა ჩვენ, მაგრამ თავარ მისიებთან რა კავშირი არის ეს? ანუ ვიტოს რატომ ესვი? მე ადამიანო რა გინდა რა დაგიშავე? ან ეს აგერა. ის სადარიქო. ანუ ვიტოსთან რა კავშირი არის ეს? რეალურად არაფერ კავშირი არ არის, მაგრამ იმიტომ რომ როგორც ვიცი ვიტო როგორც ამახსოვს კომენტარებში ვიტო ჯერ კიდე ციხეში არის და გამოვა დაახლოებით 1 წელიწადში ან რამდენიმე თვეში. მე მეგონა რომ 2-3 წელი იყო ციხეში და მე გამოვიდა, მაგრამ როგორც ჩანს მე მგონი აუ კაი რა. აი შოტგანით რომ მაგხელა მანძილიდან ერთი ტყვით მომკლავ, რაღაცა პრობლემა არის. კაი, მე მგონი ყველა გავასუფთავით უკვე. სოდაშორის მინდოდა რომ ესაუბრა ცოტა სერიოზულ თემებზეც ამ ვიდეოებში და მხოლოდ არ ყოფილიყო თამაშების განხილვა, როგორც ნუ მჩვეოდა ხოლმე ადრე უფრო ვიღებდი. სნაიპერი ყოფილა, მე შოტგანი მეგონა, მაგრამ იმარ რაც მესულა მე მგონი შოტგანი იყო ეგ მართლა. ნუ ხმიდან გამომდინარე ეგრე ჩანდა. What are you, a Girl Scout? აუ ეს რა მაგარი იარაღია. გამოყავით ავე? ეს მახსენებს Battlefield 1-ს. ეს რას აკეთებს? ჩეთერია. უკვე სამჯერ ვესროლე, მე მგონი და სამჯერ ისე ჩაწია თავი რომ რა ვიცი მაგას მატრიცაა ტიპი. ნახე კიდე. კიდე კაი. ოპა. ხოდა სერიოზულ თემას არ შეეხება, ნუ ნაკლებად სერიოზული არის. ეს შოტგანი არის ეხლა უოჭველი ეგ. ხმა დავე ეგეთი აქვს და. არის ის რომ TikTok-ზე რაც ხდება. ნუ მთავარ არხზე რეალურად ეხლა ამ თემაზე მინდა ისედაც რომ გავაკეთო ვიდეო, ან კიდე როცა გავალ სავარჯიშოდ ხოლმე ვარჯიშის პროცესში რაღაცეებზე ვლაპარაკობ და შეიძლება საერთოდ აი ვარჯიშის დროს ვილაპარაკო ამ თემაზე, მაგრამ მოკლედ და განვიხილავ აქაც ბარემ. რაც შეეხება აი TikTok-ერებს თუნდაც. არ ვიცი აი ქართულ TikTok-ზე როგორი ტრენდი არის ეგან რატო ხდება ან რა ხდება საერთოდ, მაგრამ როგორც ჩანს ძალიან ესეთი ცნობილი ტრენდი არის ის რომ თურმე როცა ერთმანეთს აგინებენ და დედას აგინებენ და მოკლედ ყველაფერს აგინებენ ერთმანეთს მანდ უფრო მეტი ხალხი შედის, იმიტომ რომ ხალხს დრამა უნდა, მერე მაგის დახმარებით კიდე ფულს შეულობენ, მეორე დღეს მერე იმიტომ რომ ფული იშოვეს, იგივე საკეთებენ, ან კიდე აგინებენ ერთმანეთს, მერე ერთმანეთს ცემენ, მერე ამას აკეთებენ, იმას აკეთებენ და ხალხიც კიდე მაგას უყურებს ისე რომ თითქოს რავი აი არ ვიცი მოკლედ აი რაღაცა დრამა ისე სიამოვნებთ რომ ფეხებზე კიდიათ ყველაფერი და მაგ გინების და იმიგე ყველაფერს მერე ადგებიან და აი ჩვენ ესეთი ძმაკაცები ვართო რა მოდა არ ვიცი ძალიან უცნაური პლატფორმა არის TikTok-ი და მართლა ფაქტობრივად ხალხი გამოაშტირა მაგან აქ უნდა შევიდეთ? არა მაგრამ მანდ ვისემალება არ ვიცი ეს აი რავი სად არიან კიდე ან რამხელა ადგილია ეს საერთოდ რატო არის ამხელა ხო კიდე მინდოდა გამაკეთებინა გამოგიცხო მართლა რომელი თამაში გინდათ რომ დავიწყო მაფიის მერე Far Cry სერია ვიჭოს Far Cry სერიები ერთიდან ბოლომდე ნუ ვერ შეგვიდებით ახლა კიდე გეუბნებით რომ ყველას დაუხურავ მალ-მალე, მაგრამ მით უმეტეს 5, იმიტომ რომ 5 არის ძალიან დიდი. როგორც მახსოვს მე ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ვეცდები მაინც. მაგრამ Far Cry-ს მერე რა უნდა მეთქვა, აღარ მახსოვს ეგან რომელი თამაში შეიძლება. Resident Evil-ს ვაპირებდი, მაგრამ Resident Evil-ის თამაშები უმეტესობა დახურული მაქვს. ნუ რა თქმა უნდა დიდი ხნის წინ, მაგრამ მაინც. და რომელიც დავიწყო თქო, მაგის კითხვა მინდოდა, მაგრამ არ ვიცი. თქვენ შემომთავაზეთ ეს რაღაც, ანუ Far Cry-ის ნაცვლად რომელი შეიძლება. პირადად მე Far Cry მინდა, იმიტომ რომ პირველი და მეორე ნათამაშები მაქვს აი რაღაცა 10 და 15 წლის წინ. და მაგიდან გამომდინარე მაგად მომწონს ეგ თამაშები და მაგ თამაშების ისტორიის გაგებაც მინდა, მაგრამ არ ვიცი. თქვენ რა შემოთავაზებთ გააჩნია. კაი. ესე იგი, შენ თავარი კარები გახსენიო, მე კიდე ამას ანუ დავქოქაო რა. მაგრამ როგორ აბა? ესენი თუ ქონდა მატარებელს არ ვიცოდი, მაგრამ პრინციპში გასაგებიც არის, როგორც მანქანას უყენებენ ხოლმე რომ არ დაგორდეს დაღმართის პროცესში, დაახლოებით ეგეთი რაღაცა. როგორ, მე როგორ, ჭიშკარსო ხო ხედავ და გააღეო ეგო და რანაირად აბა? ზემოთ არის, გასაგებია. ეხლა ვერ მევალ მან.
ოღონ შენ არ წახვიდე ისე რომ მე დამტოვო აქ. პრინციპში თუ წახვალ აგერ გადავხდები უცებთ, ა? თუ ფეხს არ მოიტეხავ შეუ სიმძიმის გამო, კაი სიზმს ოღონ. აქ ეხლა რაღაცა ხალი იქნება კიდე გავრისკოთ? კაი გავრისკოთ 1 2 და ну მაგასაც დაუბურავ რა თქმა უნდა ვესები მაინც თუ არ დამავიწდა თუ დამავიწდა კიდე შემახსენეთ კომენტარებში დაუბურავ მაგრამ დაუბურავ რა მანამდე სანდან დამავიწდება კაი გაიღო კარები გაიღო ეხა ქვემოთ უნდა ჩავიდეს თუ არა ზემოთ კიდე არ ვიცი აი რა არა და შეხედავ კაცს და იმხელა ტანი აქვს და ისეთი მსუქანი არის რომ გეგონება ამის ცხიმები აიცილებს ამ ტყვიებს რა და არ გაატარებს, მაგრამ ვერ შევერაფერს. აუ პისტოლეტები რამდენს მაკლებს, მაგრამ სნაიპერი მაქვს ფაქტიურად. და ეს ვერ კლავს ამას ერთ-ერთში. მოიცა. ვიღაცა უკან ვაიმე დაიმალე. ვიღაცა უკან მეპარებოდა წეხან. ეს ერთი. კიდე ხო რა მოდის უნდა? ნახევარზე არის ერთი ამოსული, აი აქ. აი რა, ეხა შანსი არ არის, ეგ არ ხვდება. ეგრე. ბიჭო, ძალიან დაძაბული არის, შედაშორის არ მეგონა ესეთი რთული იქნებოდა ეს DLC. რთული პრინციპში არ არის, პროსტა ეს სიცოცხლე მაქვს რა, ძალიან ცოტა და ძალიან მოლეკვდები. ეს კაცია თუ მეჩვენება, აქ ვიღაცა იყო მეგონი, აი, ხო, კაცი ყოფილა. უიმე, ეს საიდან გაჩნდა აქ? ჯამსკერი არიან ესენი. So. ეხა ჩავიდეთ ქვემოთ. გადავხდებოდი, მაგრამ მოვკვდები კიდე და არ მინდა ეხა ეგრე ძალიან რო გავრისკო რა სულ. კაი, ჩუქუჩუკო მატარებელი წავიდა. სად მივდივართ ეხა? მაგრამ მე მგონი ზმანის გამოსვლა მართლა არ აწყენდა ჯოუს. უხდება განსხვავებული არის რაღაცა, მაგრამ აუ ესე იგი. ამის გარეშე არ შეიძლება აქ. Nice going, Joe. Tell you what, after we unload this shit, let's hit the town. I want to introduce you to a friend of mine. ჯოუ კაი იყო რა. როცა დავსვლით ამ მაგმატარებელს, მე მეგობარს გაგას ნოხვერცო. ეს ედია რა. But hey, Tony vouched for you, and you done good tonight. So I'll tell you what: you keep up the good work, you keep your nose clean, and I'll talk to the fellas. See what we can do about getting you a pass. Pass? What do you mean? ტონი მესეგი შენ რეკომენდაცია გაგიწიაო რა. You don't have to worry about the Clemente guy. კარგად თუ მოიქცევიო კიდეო, მოგცემთო პასო და პასიო. პასი ანუ კლამანტის ტიპებიო, არ ანუ სხვა არ შეგაწუხებსო რა შენო და მაგას გულისხმობთო ჩვენო, მაგა პასი თუ ესე რო თქვათ. ანუ გამოდის რომ ესეც ესე იგი მთავარი მისია იყო $2000 მომცეს. ერთ-ერთი მთავარი მისია იყო აი ამ დამატებითი მისიების ოღონ ჯოუსთან დაკავშირებით. ერთი წამი ეხა რაები დაგვჭა. უფრო მეტი დაემატა რა, ხო ხედავთ 1 აგერ, 2, 3, 4 და კიდე აგერ. რა ვქნათ ეხა იცი? მოდი მივიდეთ აქ. ანდა მოდი აქ მივიდეთ. მანქანას გავაკეთებ და მე გავაკეთოთ ეს მისია აგერ. In pursuit of a hit and run driver. აუა, მე გადავები? გააკეთე რა უცებ, გააკეთე. დაგვიჯირო. You know I'm going to have to give you a fine. აუ, კაი ხო, გადავიხადოთ $50 არის ჯარიმა. Dude, you hit my car. ბოდიში ძმაო, ბოდიში გავაკეთებ მაგასაც. Right? Do yourself a favor, pal, and straighten up. მოწესრიგდიო რა. კაი, მაცალე ხა ამას გავაკეთებ და მე მივხედავ მაგას. არ დამედაკო. კიდე კაი. არ დავაპირებდი რომ მომეკლა ეს პოლიციელი, მაგრამ კიდე კაი რომ არ მოკალი და არ ვესროლე. გავალ ძმა, გადავახტე, მაცად ერთი წამი. ეგ აი სისტემაა ისე, რა ვიცი, მე მგონი GTA-შიც არ არის ეგრე რომ პოლიციის მოსყიდვა შეგიძლია და რაღაცა მსგავსი. მოდი რა ვქნათ იცი? ჯანდაბას გამოვიცვალოთ ზმანი, მანქანა შევცვალოთ, ნომერიც გავაკეთოთ ახალი და დავამთავრებ ვიდეოს იმის ნაცვლად რომ ახალი Hello. How can I help
კიდე დამატებითი მისია გავაკეთო ერთი და მე უკვე იმას მეორე ვიდეოში ვიზამ. ბარემ პრინციპში ხო არ ჯობია რომ დავხურო რა ეს მისიებიც და მე დავიწყო Far Cry Mafia 3. კარგი, ჟაკეტები გვაქვს. მე მგონი შავი უფრო მოგვიხდება ჩვენ. This is hand stitched. აბა ნახოთ. Nothing you deserve, sir. აი ეს მესმის. გაიხარე $82, ძალიან კაი ფასია ამისთვის. ეს მართლა ლამაზი არის. მე მგონი ვიდეოს უფრო მოუხდებოდა, მაგრამ არა უშავს. ვიტო რო გამოვა ციხიდან, მე მივხედავთ მაგას. ზმანებს და რაღაცეებს. ეხლა მანქანა გავაკეთოთ უცებ და რაც მითხოს კომენტარებში იმას ვაკეთებ აქტიურად, რომ აი პოლიცია აღარ გამომეკიდოს მეჭირ. ჯოუს კიდე ესეთი მანქანა არ უხდება, ესეთი რაღაც დალეწილი და დანგრეული, ხო და უცებ შევარემონტოთ. პრინციპში ეს მანქანა არ უხდება ზოგადად, იმიტომ რომ ეს ძალიან სპორტული არის. გაიცი ხალხი, მე მეუნება ტარება ისწავლეო და აუ რას გავს ჩემი წინა ბამპერი. შენი აზრით გააკეთე მანქანა $300 ღირდა, მაგრამ არა უშო, სამაგეროდ ყველაფერი გაკეთებული არის. ესე იგი, კაი, ახალი საბურავები. ნახოთ აბა. მოდი ესენი იყოს. $150 დაახლოებით. კაი, შევცვალოთ, ეხლა ჩვენ კიდე ბარემ ნომერიც აქვს. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რაც არ უნდა იყოს, მთავარი არის, რომ შეიცვალოს და ერთი ასო რო იყოს განსხვავებული, მე მგონი მაინც საკმარისი არის ეგ. ბარემ ფერი შევცვალოთ. გავაკეთოთ ესე? როგორც წინაზე იყო დაახლოებით იგივე არის. აგე მალჩინებს კიდე ფოტოებს, ანუ როგორიც შეიძლება იყოს. ცხენები არ მინდა იმდენად, ეს უფრო რაღაცა სპორტული სტილი არის, შეიძლება ეგეც რო გავაკეთოთ. ჯანდაბას იყოს ეს. კიდე რა შეიძლება რო ვქნათ აქ? მანქანის ფერი შეცვლა. ეს კაია. რას ფიქრობთ? ეს მე მგონი კაია. არა ეს არა. იყოს ეს ათომაც არა. ნუ ცოტა ეხა მაფიას არ უხდებოდა რაღაცა ეგ ვიცი და უფრო შავი რო იყოს უკეთესი იქნება, მაგრამ ისეთი მანქანა და მანქანაში ვზივარ და ეგრე რო ღებავს. ისეთი მანქანა არის რომ მე მგონია რომ ეს უფრო უხდება რა მანქანას ვიდრე სხვა რაღაც რო გავაკეთო. კარგი, თქვენ შევა გავითვალისწინე, ნახოთ ეხა პოლიცია გამომეკიდება ისე თუ არა. არა, ლამაზია რა სერჩი. მე მგონი საბურავები რო უფრო თეთრი იყოს, ანუ ის რაღაცა ხაზები რო ხო ხედავ მანდ. ეგი რო თეთრი იყოს უკეთესი იქნებოდა მანქანის ფერიდან გამომდინარე და კიდე ხაზიდან, მაგრამ არა უშავს, ეგ ცოტა უფრო მოყვითალო გამოხუნებული ფერი არის. დატუნინგება დამავიწყდა მანქანის, მაგრამ ეგ არაფერი. კაი, ვნახოთ რა მისია არის და თუ პატარა მისია იქნება, მაშინ ბარემ გავაკეთოთ ჯანდაბას. ესე იგი, ეხლა ვაკეთებთ სამუშაოს ჩვენს დამხმარეზე. ეს არის ის ადამიანი, ვინც გვასწავლა თუ როგორ უნდა გავტეხოთ გასაღებები. გასაღები კი არა, რაღაც ბოქლომები, ან მანქანები. ხო და გვითხრა ეგეთი რაღაცა, რომ ჩემმა სამმა ადამიანმა, ანუ ვინ ჩემთან სულად ისო და რაღაცებს ყიდულობენო ჩემთანო რა. მაგ ადამიანებო გააკეთესო რაღაცა ბიზნესიო, მაგრამ ჩაფლავდენო და პოლიცია უეძებსო რა მაგათო და მიდი ეხა მაგენთანო და გააფრთხილეო ეგენიო სანამ დაეჭერენო. ხო და არ არის პრობლემა. მე მგონი იმუშაო მართლა, იმიტომ რომ ნახე პოლიცია აღარ მომზევს ეხა. და ძებნილი ხარო არ აწერია კიდე და შეიძლება მართლა მაგის რვალი იყო. საკმაოდ დიდი მისია იქნება ეს, მაგრამ მაინც ბარემ გავაკეთოთ ჯანდაბას, მაგრამ დრო რო არის დანიშნული ეს არ მომწონს დიდად. აბა ჯოუ, დაელაპარაკე. მეგონა რაღაცა დიალოგი მაინც იქნებოდა, მაგრამ არა როგორც ჩანს, პროსტა მივედით და ვითომ საქმე გაკეთდა. აი, ნუ მოვუგვარებ ეხა მაგ ორივესაც და დაიგებრუნდებით გაგრას. ესეც უკვე მესამე. თითქმის დავამთავრე ეს მისიაც. სხვადასხვის არ ვიცი როგორ არიან ესენი ჯოუს ძვირადღირებული ჯოუ კი არა კაცო. იმ ადამიანის რა. ძვირიანი კლიენტები, იმიტომ რომ ჩაცმულობაზე არაფერი არ ეთყობა ეხა ამათ, რომ ესენი რაღაცით განსხვავებული არიან ჩვეულებრივი ტიპებისგან. მაფიის წევრები რო იყვნენ რაღაცა მსგავსი კიდე ხო, მაგრამ რა ვიცი. ნუ ჩვენი რა მიდის, გავაფრთხილოთ, ბარემ ერთი კაცი დაშეეხააგე და მისიაც კიდე მორჩება. ეხა ალბათ კიდე მომიწევს რომ წავიდე უკან იმისათვის რომ
მე უთხრა იმას რომ გაფრთხილებულები არიან, მაგრამ ანუ პრინციპში ამას ეთყობა ხარ რომ რაღაცა წარმოადგენს აქ. და როცა რო ვაკვირდები კიდე ყველა აუ მაგრად უხდება მართლა ჯოუს ეს. და სიმართლე რო გითხრათ კიდე მანქანაც მაგრად უხდება რასერში. ხო, რო ვაკვირდები არიან ყოველთვის ეს ტიპები, ანუ სამივე იყო რაღაცა ადგილთან. და შეიძლება ეს ადგილები ამათი არის და აი რო გავაფრთხილოთ მე მგონი მიდის ახლა რაღაცა. იმედია დაიმალება. თორე ცუდად იქნება მაგის საქმე. თქვენ კიდე წარმოიდგინეთ თუ არა არ ვიცი, მაგრამ როგორც ხედავთ, რამდენი ვიარი და მანქანა კიდე არ არის დამტვრეული, მაგრამ ეხლა რაღაცა უკვე აღნიშნე, მე მგონი თვალი მეცემა თქო და კინაღამ კიდე მართლა დავამტვერი. მაგრამ გადავრჩება, გადაგვირჩება რა მანქანა, პროსტა მალე უნდა მივიდე ხა იქ, იმიტომ რომ დრო თითქმის გავიდე და ამდენი დრო ნამდვილად არ მაქვს. მიდი. მალე და ეს მისიაც კიდე მორჩა. ეგ არის. So, აზე დავუხურეთ ეს მისიაც. ნახოთ ეხა შემდეგ კიდე რა არის, თუ კიდე გაცინდა დაჟე. თუ კიდე გაჩნდა რაღაცა მისიები, მაპზე ნახოთ. არა, 4 მისი, არა, კიდე გაჩნდა, აი ნახე. ჩარლის მანქანების რაღაცა, ნუ ეს არ ვიცი. სახლიც ქონია, ეგ არ ვიცოდი, მეორე სახლი. როცა ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ მეორე სახლის გიშოვებთ თუ რაღაცა მსგავსი ეგეთი ინფორმაცია გავრცელდა წეხან და როგორც ჩანს მეორე სახლი აი ეს არის. კიდე გვაქვს ეგ გაკვეთილი არის მესიჯის გაგზავნა და მარტის გადარჩენა. მარტის გადარჩენა საინტერესო იქნება. ამას გავაკეთებ მოდი შემდეგ ეპიზოდში და მე კიდე სხვა საინტერესო მისია ალბათ აქ იქნება ერთი მესიჯის გაგზავნა. ნუ გააჩნია ვის უგზავნით და რა მესიჯი არის საუბარი. ალბათ ეხა ცემა იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია რომ ვიდეო მოგეწონათ, თუ მოგეწონათ და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ახი. ჩვენ მან შეხვდებით შემდეგ ვიდეოში და დროებით.